ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებულ სპეცგამოშვებას რუსული არხებიც ეხმაურება. ინფორმაციული თავდასხმა, ასე დაიწყო ტელეკომპანია NTV-მ დილის გამოშვება. ტელეკომპანიამ საკუთარ მოსახლეობას ნამდვილი საინფორმაციო ომი გამოუცხადა, როდესაც ქრონიკის 8 საათიანი გამოშვება სპეცრეპორტაჟით დაიწყო იმის შესახებ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტანკები გამოჩნდნენ. ამ ინფორმაციამ მოსახლეობის პანიკა გამოიწვია, რაც საბოლოოდ პროტესტში გადაიზარდა, აცხადებს NTV. ტელეკომპანიის განცხადებით ოპოზიცია მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი სცენარით ვითარდებოდა. რუსეთის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ასევე გაოცებულია იმედის საქციელებით. რუსეთის სათათბირო საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტი ამ მოვლენებიდან დისტანცირებას ცდილობს. მან უკვე საყვედური გამოუცხადა არხის ხელმძღვანელობას. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დისტანცირებას ცდილობს. მან უკვე სასტიკი საყვედური განუცხადა არხის ხელმძღვანელობას და აცხადებს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო. თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ რეპორტაჟის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, შესაძლოა დეტალების გარეშე, მაგრამ მან იცოდა. საქმე ამაში არ მდგომარეობს, ჩემი აზრით, სააკაშვილი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, ვისთვისაც ეს ხელსაყრელია. იმედის ეთერით გასულ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ეხმაურება, რომელმაც ყველაფერი ამას პროვოკაცია უწოდა. სიუჟეტის ავტორების განცხადებით, იმედმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების საარქივო მასალა გამოიყენა. RBK-ს განცხადებით, ტელეექსპერიმენტმა, რომელიც იმედმა საქართველოს მოსახლეობას მოუწყო, თავისი შედეგი გამოიღო. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადების მიუხედავად, რომელმაც უარყოფითად შეაფასა იმედზე გასული რეპორტაჟი, სასწრაფო დახმარების მანქანები მთელი ღამის განმავლობაში გულის შეტევების გახშირების გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.